მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა დღითიდღე უფრო უკონტროლო და მძიმე ხდება. რადგანაც სამწუხაროდ ირან-ისრაელ ამერიკის კონფლიქტი უკვე გაცდა სამხედრო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმას, უკვე მტერი სახელმწიფოები ერთმანეთს უბომბავენ ბუნებრივ რესურსებს, ნავთობ გადამამუშავებელ ოილ რიგებს და ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გავლენას არა მარტო რეგიონზე, არამედ მთელს მსოფლიოზე ახდენს. მაგალითად, ეხა 35%-ით გაძვირდა ბუნებრივი აირი ევროპაში. ასევე ერთი ბარელის საფასური $200 გადაცდა. ანუ კატასტროფულად არის მდგომარეობა დაძაბული და გამოდის ახლა რუსეთი და ემუქრება ისრაელ-ამერიკას, რომ შენ ბომბავო ბირთულ იმას რეაქტორებს, რომელმაც შეიძლება რადიაციული გაჟორმა გამოიწიოსო და როგორც ჩვენი პერსონალი დააზიანოსო, ასევე დააზიანოსო თლიანი რეგიონიო. ეხლა მე მარია ზახაროვას იმას პროპაგანდისტის იმას განახებთ, რა ქვია, ვიდეოს, იმიტომ რომ ხა სანამ პუტინი იტყვი, ჯერ გამბობს ხოლმე, საერთოდ სისტემა ეგრე მუშაობს, რომ სანამ ოფიციალური პოზიცია მთავრობა აფიქსირებს, მანამდე ჯერ პროპაგანდისტებს ალაპარაკებს ყოველთვის. მეგობრებო, მდგომარეობა არის ძალიან დაძაბული. მოდი ხა ჩვენ სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, კიდევ ერთხელ მე წინა ვიდეოში დავუთმე ჩვენს პატრიარქს, მე მოგისამძიმრეთ მთლიანი ვიდეოთი და მიუძღვენი ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიზიარებ კიდევ ერთხელ ამ მდგომარეობას, რაც შექმნილია ქვეყანაში, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გამძლეობას და რაც ყველაზე მთავარია, პატრიარქის დანაბარებით ანდერძი, რაც არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქრისტესთან მიმავალი გზა, სიმართლისკენ მიმავალი გზა და მშვიდობა ქვეყანაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. ასე რომ გამაგდით შემოწმებო, მიყვარხართ ძალიან, წინა მადლობას გიხდით მაღალი აქტიურობისთვის ჩემს ყველა ვიდეოზე და განსაკუთრებით წინა ვიდეოზე, როდესაც ესეთი ტკბილი და ასეთი ერთიანი დავინახე ჩვენი საქართველო. დიდი მადლობა და მოდი გადავიდეთ ამ ვიდეოზე ახლა და ვისაუბროთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე მდგომარეობაზე. კაცრად ვგმობთ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის შიდა პერიმეტრზე აქტიური ენერგობლოკიდან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში განხორციელებულ უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად მიუღებელ სარაკეტო დარტყმას. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ისრაელი და შეერთებული შტატები, რომლებიც აგრძელებენ აგრესიულ სამხედრო კამპანიას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. აი, რუსეთი ხო აქამდე არ გვინახია? მეგობრებო, ხო არ გვინახია რუსეთი, ხო ამბობდით, ეს სად არის რუსეთი? ეხა უყურეთ, მე არ ვამბობ ეხა და იმას არ განვიხილავ, რომ რუსეთი ხა ისრაელს დაბომბავს ეხა, ეგ მაგას არ ვამბობ, ეხა უყურეთ. ირანმა მოდი ხა თავიდან დავიწყოთ. მცირე რივიუ გავუკეთეთ ამ ყველაფერს. ისრაელმა დაბომბა დაახლოებით 6 დღის წინ თეირანის გარშემო მყოფი ყველაზე დიდი ნავთობ რეზერვუარი. რამაც გამოიწვია უდიდესი ცეცხლი და უბედურება, იმიტომ რომ ეს უკვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევა, იმიტომ რომ შენ თუ რეჟიმის ჩამოგრევა გინდა, ჩემოძმაო, რავი, ხემინის ისინი გააგრძელ წერტილოვანი დარტყმები მთავრობის წევრებზე, რასაც ახლა აკეთებდა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ისრაელმა რაც გააკეთა, ეს იყო პირდაპირ დარტყმა ბუნებრივ რესურსებზე. საპასუხოდ ირანმა დაბომბა საუდის არაბეთში გადამუშავებელი მთავარი ოილ რიგი, კატარში ბუნებრივი აირის მთავარი ობიექტი, ასევე რასალხემაში არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ასევე საპორტო ქალაქი და ახალახან სულ რაღაცა 2 საათის წინ დაბომბა ჰაიფა, ისრაელის ქალაქი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობ გადამუშავებელი იმისა რა ქვია ობიექტი. დაჟე ამ ყველაფერზე ამერიკამ უთხრა ისრაელს და შენიშვნა მიცა რომ ნუ ბომბავ მაგასო, მაგრამ ეხა ისრაელი აკონტროლებს ამერიკას და ეხა ისრაელს ვინ გაუბედავს ეხა მაგას, ხო? ისრაელი არის მთავარი ამ ომში. მოკლედ ეხა მეგობრებო, ეს ომი გაცდა უკვე სამხედრო კონფლიქტს. ანუ ეს აღარ არის მაგალითად როგორც ეხა რუსეთ-უკრაინის ომია, რომ სამხედრო ობიექტი. არა, აქ არის პირდაპირ დაბომბვები მაგალითად ბუნებრივ რესურსებზე, ურბანულ ზონებზე, ანუ ჩვეულებრივად ხა მაგალითად ისრაელმა ლიბანში ამასინად ბეირუთის ცენტრში სამი კორპუსი ჩამოანგრია მთლიანად, რავი, მაგად ბომბებს შვიდობის ბომბები ქვია ალბათ, იმიტომ რომ რავი, კორპუსი ჩამოინგრა ჩვეულებრივად, შეგიძლიათ გადახვიდეთ ალ-ჯაზირაზე, BBC-ზე, CNN-ზე ეს ყველაფერი ნახოთ. ეხა უყურეთ რა ხდება. რუსეთი ეხა აფრთხილებს იმას, რომ შენ თუ ამ ყველაფერს ჩაერევიო, ანუ მე მაგ ლეგიტიმური სამიზნე გახდება, მაგალითად შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების ბუნებრივი მთავარი, ანუ სასარგებლო წიაღისეულის მთავარი ობიექტები, რომ მან მიიტანოს აღმოსავლეთში იერიში. გავაგრძელოთ. რომ კატეგორიულად მიუღებელია ადგილზე დარჩენილი რუსეთის მრავალი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, რადგან ისინი ატომური ელექტროსადგურის პერსონალს შეადგენენ. თელ-ავივმა და ვაშინგტონმა თავი უნდა შეიკავონ ბირთვული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე,
უგუნური თავდასხმებისგან, რაც რეგიონალური მასშტაბით რადიოლოგიური და ეკოლოგიური კატასტროფის ხელშესახებ რისკებს ქმნის. ანუ ჯერ მაკოლაფრის თავი გავანებოთ, ანუ ატომურ რეაქტორებსა და ბლასტერული ბომბებით რო ბომბავს ამერიკა ბირთვულ რეაქტორებს და ირანის ბირთვულ პროგრამებს, ანუ რა იცის შიგნით რა არის? რადიოაქტიური არ არის რადიოაქტიური, გამდიდრებულია ურანი არ არის გამდიდრებული. ბიჭო, აი ესეთ რამებზე რო იერიშ სახორე, ანუ კაი, ირანელები ფეხებზე კიდია, დეგ მესმის უკვე, კაცო, არის ირანის მთავრობა ეს ირანელი ხალხი არის манипуляციის საშუალება, რა ირანელო ხალხო განთავისუფლდით დიქტატორი ხემეინისგან, ეს არის ზღაპარი, კაცო, ირანელების ფეხებზე კიდია და გამთავარი რესურსები. ბიჭო, კაი, ეგენი ფეხებზე კიდიათ, ოკეი. ანუ ჩვენ რა შუაში ვართ აქ? აი, გარშემო ქვეყნები, რავი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, საქართველო, სპარსეთის აუზის ქვეყნები, შუა აზია, უკიდურესი ახლო აღმოსავლეთი, ანუ ისინი რა ხალხი არ არიან? ანუ დაუშვათ და ისეთი ზიანი რომ მოვაყენო რეაქტორს და შენ არ იცი იქ რა ხდება და რადიოაქტიურმა ნარჩენებმა და იმან გაჟონოს და ამხელა რადიაციული ქარიშხლები წარმოიქმნეს. ანუ რასმი მე ვინ დამიცავს? დავითის ვარსკვლავი დამიცავს? თუ ბიბინეთანი ხაო დაგლოცავს უყველას და ამით რადიაცია შეგვეხება. ანუ არ მესმის ხალხო, ანუ მართლა სერიოზულად ამბობ, ანუ ნახეთ 30-ში 31 რო თენდებოდა, უბრალოდ არა 30 ბოდიში 31 არისო, ხო 30-ში როგორც კი დაიწყო ომი, კითხვა ჩდება ერთი რამე. აი 30-ში ომი დაიწყო. ვინ დაიწყო ეს ომი? აი ვინ გახსნა პირველი ცეცხლი? მართლა მაინტერესებს. აი თუ ჩემი არ გჯერათ და მე ვარ პროპაგანდისტი, მაშინ ChatGPT გახსენით და გროკი გახსენით და კითხეთ, აი ვინ დაიწყო ომი? ირან, ისრაელ, ამერიკის კონფლიქტი ვინ დაიწყო? რეალური არგუმენტები და გამოდი. ისრაელმა პრევენციული მიზნით დაბომბა ირანის სამთავრობო ნაწილები და ომი გამოუცხადა ირანს. ისრაელმა დაიწყო ეს ომი. ისრაელმა, ამერიკასაც არ დაუწყია, ისრაელმა დაიწყო ეს ომი ხალხო. და ამერიკა როგორც მონა სახელმწიფო, ამ შემთხვევაში რომელიც არის ყურმოჭრილი მონა, იძულებული იყო ყველაფერი ჩართული იყო. დღეს შეერთებული შტატებს აქვს 20 მილიარდზე მეტი ზარალი და ტრამპი იხვეწება, რომ 50 მილიარდზე მეტი სამხედრო სესხი გამოიყოს კონგრესის მიერ დამტკიცდეს, რომ მაგალითად ჰენრი ფორდი გამოიყვანეს საბრძოლო ზონიდან, ანუ ბირთვული ავიამზით და ტუალეტები გაიჭედაო და ჰაერ საწინააღმდეგო ისინი ელევათ. პატრიოტისა და ტადის სისტემები. ასევე ისრაელს დავითის შურდული და რკინის გუმბათი, რომ 24 საათი ბომბავს ირანი. მაგათ მოკავშირებს. უდიდესი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთში სამხედრო ბაზებს. მაგრამ ბაზები უკვე პრიჩომ აქ ლაპარაკი მიდის უკვე ბუნებრივ რესურსებზე. 30%-ით გაძვირდა ერთ დღეში. ბუნებრივი აირის საფასური ევროპაში. რის გამო რომ ბიბი ნეტანიაჰუს იქნება ირანი ატომურ ბომბს ქმნის და ისრაელი დაბომბოს. აი ამ ზღაპრებით გააღვიძა მთელი მსოფლიო დილით. ტრამპიც ახლა იძულებულია ილაპარაკოს ყველაფერი რა. იძულებულია ილაპარაკოს რა იმე ყველაზე ბოროტი ადამიანი მკვდარია. აღდექით ირანელო ხალხნო განთავე რეზაფეხლები შეიყვანეთ ირანელი ხაზარაძე იქნება იმან დაალაგოს ქვეყანა და ირანელ ხალხს ფეხებზე კიდია რეზაფეხლავი. თეირანს რო ბომბავდნენ ირანელი ხალხი იყო ქუჩაში გამოსული. სამთავრობო ის იყო კონტრაქცია. აი ამ ზღაპრებით ხალხო გეუნებით ზღაპრები მე ხარ რატო განვიცდი ამ ყველაფერს ახლა მე პირდაპირ ვიტყვი ხარ რატო განვიცდი ეს მე მეხება მე პირდაპირ და მეხება საქართველოს ეს მშვიდობა ყოფნა არ ყოფნის საკითხი ფასები აქაც იწევს და ეს ბუნებრივი აირის საფასური და ეგენი ჩვენ ჯიბეზეც იმას რა ქვია უტყავს და ახლა ამათ ილუზიებში ამერიკა ისრაელის ილუზიებში ხარ რომ რაღაცებისგან ანთავისუფლებენ სოფლიოს როგორც ახლა ერახში სადამ ჰუსეინს ვითომ ქიმიური იარაღი ქონია და გაერომ დაამტკიცა მე რომ საერთოდ ქიმიური იარაღი არ ქონია საერთოდ იყო ზღაპარი გამოგონილი რამე რითიც მე აღიერეს ბოდიშს იხდითო და ბოდიშს რაც გამოიხდიან ამდენი ამერიკელი რომ მოკვდა იმ ომში ამდენი ერაყელი რომ მოკვდა მაგის გამოიხდიან ბოდიშს თუ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ თავის დროზე უბრალოდ სხვა რაღაც ჭირდებოდა იქიდან როგორც ირანისგან ჭირდებოდა ახლა სხვა რაღაც ამიტომ აბსოლუტურად უსამართლო რამე არის. ანუ ეს სამხედრო კამპანია, რომელიც არის რაღა ღრიალა ლომიო და მეორე კიდე ეპიკური შურისძიებაო, რომელიც ირანის ისლამური გუშაქთა კორპუსის მთავარ სარდალმა უწოდა როგორც ეპიკური შიშიო, რადგანაც აი ხა მე თქვენ განახებთ ერთი წამით შემოწმებო. ნახეთ, აი ეს არის ძალიან სასაცილო რამე რა. ანუ მოჩტაბა ხამეინი, რომელიც არის ახლა ალი ხემეინის შვილი და თავარი ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი მამა ახალი, რომელიც ჯერ კამერებთან არ გამოჩენილა, უარს აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. რატო? ეხა რატო? კითხვა უნდა დავსვათ ხალხო. ეს ზღაპარი რო არ გეგონო და პროპაგანდა. ანუ ამერიკამ, რა ქნა,
მოკლა ალი ხემეინი ეგონა რომ ამით ირანი ეგრევე ჩაისვრიდა არ ჩაისვარა მე ეს არივარგა მე დემონსტრაცია მოუწყეს არც დემონსტრაცია მაივარგა იმიტომ რომ ხელისუფლების გადატრიალება ხალხს არ უნდა მე მესამე ქურთისტანის აჯანყებასადეს ეგეც არ გამოვიდა მე ხელნურად ესროლეს აზერბაიჯანს და უნდა აზერბაიჯანის ომში ჩათრევა და ისე გამოვიდა რომ ალიევმა აქეთ ბოდიში მოუხადა და ჰუმანიტარულ დახმარებას ირანში გაგზავნა მე სპარტეს ერთის აუზის ქვეყნებს დაუმიზნეს და ბომბავენ და ერთ-ერთი ქვეყანა ვერ პასუხობს ირანს, იმიტომ რომ ირანის ყველას ეშინია. ჰორმუზის სრუტი არის თავიდან ბოლომდე ირანის კონტროლ ქვეშ, სადაც 300-ზე მეტი ნაღმე გაუშვეს წყალში და 1000-ზე მეტი ნავთობტანკერი გადამზიდი გემი არის გაჭედილი ახლა და ვერ მიდის, რამაც გამოიწვია უდიდესი კრიზისი მსოფლიოში, რომ $1 1 გალონი ბენზინის საფასური $6 გადასცა ამერიკაში. ანუ ყველაფერი ცადა ამერიკამ. 20 მილიარდიანი ზარალი მიიღო საბაგიეროდ. რავი, ვის არ კლავდნენ? ხემეინი მოკლეს, ის მოკლეს, ეს მოკლეს, ამოწყვიტეს თელი გუშაქთა ისენი, მაგრამ ჰიდრასავით არის ირანი. თავსაჭირი 5 თავი ამოსდის. 5 თავს მოჭრე 10 თავი ამოსდის. ანუ სისტემა ძალიან მაგრავა აწყობილი შიგნიდან. ეხა ილუზიები იმაზე რომ აი მე ალ იმას რა ქვია, ბიბი ნეთანიხაუს ეგონა, ხალხო, ბიბი ნეთანიხაუს ეგონა, რომ ირანი ბირთვული იარაღს ამზადებს. რა თურმე ისრაელი უნდა გავანადგურო, როცა ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი, თან საკონტინენტო ბალისტიკური რაკეტა და რავი, უფრო უარესი იმბეცილები მართავენ ჩრდილოეთ კორეას და დღემდე არავისთვის არ უსწრია. იმიტომ რომ რეალურად ირანს უნდა და ბირთვული ენერგია იმისთვის, რომ ბიტკოინები აქვს, უნდა და უზარმაზარი ენერგიის წყარო, იმიტომ რომ ემბარგოში არის, დამტკიცებულიც არ არის რეალურად ბირთვული იარაღს ქმნიდა თუ არა, დამტკიცებულება არ დევს არცად. მაგრამ დასავლური მედია რასაც გადაწყვეტს რომ სიმართლეა, იმას გვტენიან რომ არის სიმართლე. და ამერიკა ეხა მიჯდა და იქნება მშვიდობაზე ვილაპარაკოთ, რა მშვიდობაზე ვილაპარაკოთ. ხემეინიშვილთან და უარს ეუნება. რა ნამუსით თავასობ მოლაპარაკებს, ბიჭო, ყველანი მოუკალი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიტანი, 160 ბავშვი მოკალი, ტომაჰაუკის რაკეტით. კიდე ბედავდა მიდიხარ და ელაპარაკები ვინმე ეს? აი ეს არის უბედურება ხალხო. აი ეს არის უბედურება. აი ახლა განახებთ იმეებს. ახლა ირანმა ისრაელის საპარტო ქალაქ ჰაიფაზე ნავთობის გადამუშავებელი ქარხანას სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანმა საუდის არაბეთში ნავთობ გადამუშავებელი ქარხანა დაბომბა. შენ ხარ ჩემი ბატონი? აჰა, ესენის უყურეთ. და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების გაძლიერებას განიხილავს, რადგან ირანთან ომის შესაძლო ახალ ფაზაში გადავიდეს. ანუ ეგრეთ წოდებული ground operation-ი დაიწყო, რაც არის სამხედრო სახმელეთო ოპერაცია. აგერ კატარში ნავთობისა და გაზის კაბანებს დარტყმის შემდეგ ევროპაში გაზი 35%-ით გაძვირდა. რის გამო ნეტა ის მართლა მაინტერესებს ნეტა რის გამო მართლა მაგრამ მაინტერესებს რის გამო ხდება მსოფლიოში ეს ყველაფერი გახსოვთ მე ვიდეო რო ჩავწერე ომის მინისტრი რო ამბობდა რომ იერუსალიმში უნდა ავაშენოთ ტაძარი ამ ტაძარს ვის უკეთებენ მე კი არ მიკეთებენ ჩვენი მწერია ან იმას კი არ უკეთებენ რა ქვია ბებიაჩებს არა ტაძარს უკეთებენ ანტიქრისტეს ანუ რეალურად ხალხო ეს არის არმაგედონის ბრძოლა. ანუ მე ხარ ვამბობ ხა ირანი აქ ანგელოზი კი არ გამომყავს კაცო. მე ვამბობ ერთ რამეს რომ არალეგიტიმური თავდასხმა განხორციელებული მაძე თორე ხა სადმე და საჩიიტები კაცო. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. მაგრამ ომს ვაფასებ ობიექტური პერსპექტივით, პოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, ისრაელმა დაიწყო ეს ომი და ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავდასხმის უფლება და პლუს დამატებული ყველა ქვეყანას აქვს თვითგამორკვევის უფლება. ეს არის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. ისე მე ვლაპარაკობ, რომელსაც ტირანისა და დიქტატორობის მიჯერა და უფრო მაგას ვემხრობ, იმიტომ რომ მყრალია რეალურად პოლიტიკა თანამედროვე და არა მარტო თანამედროვე, ანუ ზღაპრებს გვისაღებენ, რომ ვითომ ვიღაც ადარდებთ, რომ ბიბი გამოვა და ჩაწერს ირანულ და სპარსულად, ირანელო ხალხო ხმალი აიღეთ, რეზა ფეხლავი შემოდის, ირანელი ხაზარაძე საკუთარი ოდნავ გრძელი ცხვირით, რომელსაც უნდა რომ ირანელი ხალხი განთავისუფლოს და რეზა ფეხლავის მოკლავენ ირანში. იმენა მოკლავენ. იმიტომ ხალხს ფეხებზე კიდია. რეზა ფეხლავი. ფეხებზე კიდია. ირანელ ხალხს უნდათ ხემეინი. და ის ირანის ისლამური გუშაქთა კორპუსი. ისლამური მმართველობა. რავი, TNT ვორდი და ეგენი სავსე არის შეგიძლიათ გადახვიდეთ უყურეთ. თირანი იბომბება და თა ხალხი ქუჩაშია გამოსულ და პრო სამთავრობო აქციებს ატარებს. 160 ბავშვი ტომაჰაუკის რაკეტით მოკლეს. და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. არც ერთი ომის კანონში არ წერია, რომ ნავთობ გადამუშავებელი ქარხანა უნდა დაბომბო იმ დროს, როდესაც ირანი მხოლოდ სამხედრო ბაზებს უტევდა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელმა დაბომბა პირველი, ხო და ხა პასუხი აგოს, რომელიც ამ ყველაფერს მოყვება. ანუ არ მესმის ამ ხალხის იცით? ანუ სერიოზულად არ მესმის. ანუ ვის როგორ წარმოუდგენია საგარეო პოლიტიკა და სუვერენიტეტის ცნება.
ეს არის ძალიან ორაზროვანი. ამერიკა მე რატო უნდა მიდგენდეს წესებს მე ვინ უნდა მყავდეს აქ მთავრობა? აი მართლა რატო უნდა მიდგენდეს მე? იქნება მე მინდა ესეთი მთავრობა. აი რავი, იქნება მე მინდა მაგალითად ირანელი რო იყო ირანელი მთავრობა. მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც ემსახურება დიდი ისრაელის პროექტს. ყველაფერი მას ეწირება. მე даже ხა შიგნით არეულობა არის ტრამპის ადმინისტრაციაში. JD Vance დაუპირისპირდა მარკო რუბიოს დაუპირისპირდა JD Vance, იმიტომ რომ მაგ რესპუბლიკელებშიც JD Vance-ის უგანდგანა ტექნოკრატები, პიტერ ტილი და თელი სილიკონ ველი, ილონ მასკები და ეგენი, ტექნოკრატები ძირითადად, ანუ მის ხელშიც არის მთელი სილიკონ ველი და ამერიკის ეკონომიკა. და მეორე მხარეს არიან სიონისტები. სიონისტები მხარს უჭერენ მარკო რუბიოს. იმიტომ რომ მარკო რუბიო განიხილება ამერიკის მომდევნო პრეზიდენტად. და აქაც ძალიან დიდი ბრძოლები მოხდება. და ტრამპის მოშორებას ჩალიჩობენ, მე ესე მგონია. იმიტომ ტრამპი ვერ ახდენს ამ ომის მოგებას, რაც ჭირდებოდა ტრამპისგან ვერ მიიღეს. ეს იყო ელვისებური იერში უნდა დამხობილიყო ირანის რეჟიმი, მაგრამ ეს არ მოხდა. ანუ ბლიცკრიგი ახლო აღმოსავლეთში ვერ განხორციელდა. საპასუხოდ ამერიკამ იზარალა 20 მილიარდზე მეტი უკვე დაახლოებით 2 კვირაში. 2 კვირაზე მეტია, ბოდიშით უკვე გასული. 3 კვირას მიაღწევს ეს ომი. და აქ თავდასხმის ისენი რა ქვია სამიზნეები მარტო ამერიკულ ბაზებზე კი არ არის დიდი ზარალი, კაცო, ნავთობ გადამამუშავებელ ობიექტებზეა დარტყმული ძალიან დიდი, რომელიც არის ამჟამად შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ. ანუ ხალხო იცით რა არ მესმის, აი როდემდე უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები. ახლა თქვენ ახლა მართლა გჯერათ რომ ამერიკელებისთვის კომპანია არსებობს საერთოდ ამერიკელებისთვის არაფერი ეგეთი რამე არ არსებობს. არსებობს ორი რამ. ტექნოკრატებს უნდა JD Vance იმის გამო რომ ამერიკაში გადასახადებებს დაეწიათ და როგორც კი მოვიდნენ რესპუბლიკელები, გახსოვთ თქვენ ტრამპს რატომ მოვიდა ილონ მასკთან დაპირისპირება? ილონ მასკი რო გამოვიდა ეპშტაინის ფაილებში შენისახել და კომპრომატები დევსო. საიდან იცოდა ილონ მასკმა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ტექნოკრატები გადააგდეს სიონისტებმა და ტრაქში პაღური ამოარტყეს ამერიკაში. გადააგდეს ეგ ხალხი. დღეს JD Vance ამ ომის წინააღმდეგია და კონტრტერორისტული ისა რა ქვია სამინისტროს უფროსი ვინც იყო ხა ამერიკაში გადადგა, იმიტომ რომ ზეწოლა მოდიოდა ისრაელიდან, რომ რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება გაგოგზავნა იმისთვისო, რა ქვია ისრაელისთვისო. ანუ რა შუაში აქ ისრაელი რო ერეოდა სიტყვას, მაგრამ ისრაელი მართავს ამერიკას რეალურად ხალხო. ისრაელი მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. სრულად აკონტროლებს მის მთავრობას. და იმიტომ არიან ახლა ტექნოკრატები გადამტერებულები სიონისტებს და სიონისტები მათზე, რომ სიონისტების თავარი გეგმა არის დიდი ისრაელი, ტექნოკრატების მხოლოდ გადასახლებისგან განთავისუფლება და რეალურად მაგარაც იყო Make America Great Again. და დაპირისპირება რუბიოსა და JD Vance შორის ამ ომში. გაყოფილია რესპუბლიკელებშიც. და ტრამპი უბრალოდ რომელიც იყო მთავარი კოზირი და ყველაზე პოპულარული ლიდერი იქამდე რომ ის გამ უნდა გავხდარიყო პრეზიდენტი, თორე გეგმა B აქ იყო მარკო რუბიო გახდება უეჭველი ამერიკის პრეზიდენტი, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ გონია რომ ჭკვიანი ებრაელები არაჭკვიანი ებრაელებს იქაჯობებენ. და შემდეგ რას მივიღებთ იმას რომ ამერიკა მზადა შეაკალას თავი ამ პროექტს, რაც არის დიდი ისრაელი. შეაკალას თავი ნაბოლომდე სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმიტომ რომ ამერიკა როგორც ეს დამოუკიდებელი ქვეყანა არ არსებობს. ამერიკა არის ერთი დიდი კორპორაცია. აი როგორც ამბრელას კორპორაცია, Resident Evil გაქვთ თამაში არის, ამ ფილმი ნარახი გაქვთ. როგორც ერთი დიდი კორპორაცია ამერიკა, ოფისი, შეპესე ამერიკა. შეპესე აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რამე, რომელიც იმართება ისრაელიდან. და რომელსაც მართავენ ეგ ხალხი. აი ეს 100%-იანია უკვე, რავი, ამაზე ეს თუ კიდე შეთქმულების თეორია ძმაო და რავი, მაშინ აი თავზე ამ წყალს გადავისხავ, რავი, აქ თუ გინოთ. თორე მართლა რა შუაში ხა ამერიკა ირანთან ომში ბიჭო, აი ამერიკა ვის არ უტრაკებს, ზელენსკის გაუტრაკა, ნიკარაგუას კორეას გაუტრაკა, ევროპას ყველას გაუტრაკა და ეს ისრაელზე როგორ ამოსდის ზედამთვარე, ყველაფერში მართალი როგორ არის? ყველაფერში მართალი როგორ არის ბიჭო, ყველაფერში. არა ეს ესე უნდა იყოს ხალხო. ხვდებით? ამაზე არ გელაპარაკებიან, იმიტომ არ გელაპარაკებიან რაღაც ღაპრები ჟერათ რა, ამერიკა და ისრაელს აქვთ ღირებულები, რა ამერიკას და ისრაელს აქვთ ღირებულებითი კავშირი. ეს დაქნეული გირჩელების ტვინში არსებობს, იაგო ხვიჩიამ თუ რექვიაშვილმა ხო, აი გამოშტერებულები რო არიან მართლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რექვიაშვილების და ეგენი, აი გირჩის გამოშტერებულია ჩემ თვალში. და არა, მეგრელი შვილმა თქვა, ეგეც გამოშტერებულია, რა მნიშვნელობა აქვს რექვიაშვილი, იაგო ერთია რა, ჩემთვის. რატო ეხმარებაო? რა დებილობა თქვა. ამერიკა ისრაელს რატო ეხმარებაო ამ ომში, იცი, ღირებულებათა კავშირი აქვს. აი რა ღირებულებათა კავშირი აქვს, ბიჭო, ამერიკელს, ებრაელთა რა ღირებულებითი კავშირი აქვს, რა?
ვაფშე სხვა და სხვა რაღაცა არის. და იმ სიგოიმის ჯერათ და საკუთარ გამოგირჩებულ დებილთაობასაც მაგას აჯერებენ, რომ აი ღირებულებითი კავშირი აქვს და თურმე შენც რო ღირებულებათა ეგეთი კრედო გქონდეს მეგრელიშვილის აზრით, თურმე ამერიკა შენც დაგეხმარება. იმის და მიუხედავად შენ წინა დაცვეთილი ხარ თუ არა. აი ესეთი გოიმების ხელში არის საქართველოს ოპოზიცია ხალხო რა. და ალბათ კითხოც აღარ გიჩნდება და რატომ ვერასდროს ვერ ეგრისებია მთავრობაში მოსვლას. არა ხა როგორი თემა არის? მე ვამბობ ეხლა მე ამერიკაც მიყვარს როგორც ქვეყანა და ისრაელიც მიყვარს როგორც ქვეყანა, ორივე მიყვარს მართლა. მე მთავრობები არ მევასება მაგათი. რავი, ეს უნდა ვთქვა ხოლმე, თორე ეს თუ არ ვთქვი ხოლმე, ეგრევე გონი ხარ რაღაცა ისა და ესა და დეფინიცია ყოველთვის უნდა გავუკეთო. მე ვაკრიტიკებ ამერიკულ სიონისტურ იმპერიალიზმს, ვაკრიტიკებ. და ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. თორე ამერიკაში ვენაცვალე ამერიკულ ბევრ რაღაცას და ვენაცვალე ასევე ისრაელში ბევრ რაღაცას. რატომაც არა. მაგრამ ხა აღარ მინდა ხა ჩაღრმავება და ამ ყველაფერზე ლაპარაკი და ომი მიდის ბუნებრივ რესურსებზე. მთავარი პროექტი რომელიც ხა ხორციელდება ეს არის რომ დიდი ისრაელი უნდა აღდგეს, ამის გამო ყველაფერს გააკეთებენ ეს ომი იქამდე გაგრძელდება სანამ ეს ყველაფერი ესკალაციის იმ ფაზას არ მიიღებს რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება ისრაელისთვის. ამიტომ მე ამ ომში დიდი ალბათობით გამარჯვებული ისევ ისრაელი მგონია. ოღონდ ისრაელი, ამერიკა არა, ისრაელი მგონია ამ ომში გამარჯვებული და არა ამერიკა. ამერიკას დედა ეტირება, ისრაელს არა. ისრაელი უნდა გადარჩეს და ამერიკა უნდა შეაკუთეს. როგორც გოები უნდა შეაკუთრენ რჩეულერს. დაახლოებით ეგრე რა. რაც წერია. ვიცით, ხო, სადაც წერია ყველაფერი. ხო და anyway ხა რა, მე მაქსიმალურად ჩართული ვიქნები ამ ყველაფერში, განახებთ ამ სიახლეებს, იმიტომ რომ მეინსტრიმ მედია ამ ყველაფერზე არ გელაპარაკებათ, არ გიყვებათ, არ განახებს მე სკრინებს, იმიტომ განახებ და ყველაფერს ფაქტებით გიდასტურებთ, რომ აი რა პროცესებში რა კორელაციებს შენ აქ ხედავთ რა. ეხლა მე პირადად მშვიდობისკენ ვარ, იასნია მშვიდობისკენ ვარ, კოცური მშვიდობისკენ ვარ პლუსთან. იმენა კოცური მშვიდობა არის იდეალური დეფინიცია, როგორი უნდა იყოს რეგიონალური სტაბილურობა. საქართველოს ეხლა ყველასთან დაალაგებული ურთიერთობა აქვს საერთოდ. ეხლა ჩემ პირად აზრებს ვაშღერებ აქ რეალურად. თორე ხა მე რო ვიყო ყობახიძის ადგილზე იასნია ვიტყოდი იგივეს, რასაც ყობახიძე ამბობს, აი 100%-ით იგივეს ვიტყოდი. აი ვიტყოდი რომ ისრაელი ჩვენი მეგობარია 100%-ით, ირანი ჩვენი მეგობარი 100%-ით. და მე მინდა გვედავონ ეხლა მე. ეთო საქართველოს ნეიტრალური უნდა იყოს რეალურად რა. ანუ ჩვენ არ გვაქვს არაფრის სამწუხარო ტრაკი, რომ ეხლა სხვანაირად ვილაპარაკოთ. ეხლა მე რო ყობახიძის ადგილას ვიყო, მართლა ეგეთი რიტორიკა მექნებოდა. პოლიტიკა ხა მე იუთუბერი ვარ ეხლა და რავი, ეხლა მისმენს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ მე ამ ადამიანებს სიმართლეს ვეუბნები რა არის, თორე ეხლა პოლიტიკური ნაბიჯი სხვა რამეა. ეხლა მე რო პოლიტიკოსი ვიყო, სხვანაირად ვილაპარაკებდი. მე რო იუთუბერი ვარ, სხვანაირად ვილაპარაკობ. ხო, აი განსხვავებული პოზიციაა. აი როგორც ფეხბურთელი ხა მოედანზე და ფეხბურთელი მოედნის მიღმა რა დაახლოებით ეგეთი რამეა. მეც რო ვიყო ხა პოლიტიკაში 100%-ით კოცი ვიქნებოდი და როგორი კოცი ვიქნებოდი. კოცები რო ეგეთი კოცები არ არიან, ისეთი რადიკალი კოცი ვიქნებოდი, მაგრამ იმენა კოცურ მშვიდობას მივაწვევდი მეც 100%-ით. მე უბრალოდ ხა ვაჟღერებ იმას, რომ ჩემი პირადი აზრი როგორია და როგორია გეოპოლიტიკა საერთოდ და რის გამო მიდის რეალური ომი, რომ ჩემ გამომწერები რაღაც შეცდომებში არ იყვნენ შეყვანილი და მართლა არ ეგონოთ. ვახო მეგრელიშვილისნაირი გონებრივად ჩამორჩენილი ხა რა სიტყვის ამერიკა რატო ეხმარება ისრაელს იმის გამო რომ ღირებულებათა საერთო აქვს. ამიტომ ხალხო მე გულწრფელად მინდა სიმართლე იცოდეთ. თო მე რომ მთავრობაში მოვალ მე ჩემი რიტორიკა მექნება განსხვავებული და მე არ დაიწყოთ მთავრობაში როცა მოვალოთ ეს მე რომ ვიდეოებში სხვანაირად ლაპარაკობდი, სხვანაირად კი არ ლაპარაკობდი, პოზიციაა განსხვავებული. პოზიციაა სხვადასხვა რამე, მეგობრებო. ხო. ასე რომ ჩემო ზირფასებო, ბუნებრივი რესურსებზე მიდის სერიოზული ომი, სერიოზულ ზარალს აყენებენ ტერის სახელმწიფოები ერთმანეთს. და მე არ მგონია ეს ომი კარგ ახალს მორჩის. მაგრამ ჩვენ ამის პარალელურად, იმის გარდა რომ სხვადასხვა საინტერესო თემებს ჩვენ ისედაც განვიხილავთ, ამავდროულად არასდროს არ შევწყვიტავთ ამ ომზე ამ ინფორმაციის მოწოდებას, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ტრენდულ თემებს ვაწვევით ყოველთვის, რადგანაც თქვენი ინტერესი ჯერ იყოს დაკმაყოფილებული და მეორე რაც ყველაზე მთავარი იყოთ მართლები ყველაფერში და სიმართლე იცოდეთ. თორე ტყუილებს მეც მოგასვენებდით ეხლა და დავიწყებდი ეხლა რაღაც ვითომ ობიექტურის როლის თამაშს და ვითომ ობიექტურობა არ არსებობს, მე არ მჭირდა ეგეთი რამის. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას.